სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათუთოს, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ახლა თუ თქვენ კარგად მოისმენთ ამ კითხვას და მერე პასუხის გაშლას, აი მიხვდებით კიდევ რა ოსტატობა არის, როდესაც არამნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს პიროვნება ყურადღებას და მერე პასუხის გამცემი ამას შემოაბრუნებს და უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს გახდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ადრეც მithქვია მე ეს რომ არაერთხელ გაუკეთებია ბატონ ჯონს და რომ კითხვის დამსველი ზოგჯერ თვითონაც გართობილია ისეთი რომელიღაცა საგანს მოვლენას შეხედოს არა იმ მნიშვნელოვანი კუთხით რომლითაც საჭიროა და რომლითაც თავის სულს ააშენებს და რწმენას ააშენებს არამედ მეორე ან მეათე ხარისხოვანი კუთხით და აქ არის ზუსტად პასუხის გამცმელი გამოცილი ქრისტიანი რომ მის ცნობიერებას აამაღლებს და უფრო კიდევ მრავალფეროვნად შეხედავს და უფრო ღრმად. როგორც ქანდაკებას რო უყურებს პიროვნება მხოლოდ ერთი კუთხით და მერე ეუნება ხელოვნებაცოდნე რომ მოდი მოუარე ახლა ამას და ირგვლივ ყველა კუთხიდან შეხედე და მნიშვნელოვანი კუთხიდან დაინახე რაც არის ამაში მნიშვნელოვანი. და ეს ეხება ევას შექმნას მამაკაცისთვის, ანუ ადამისათვის. აი მოდით მოусვენთ ახლა რობერტოს. გამარჯობა პასტორო, მე მქვია რობერტო. მოგესალმები რობერტო. დიდი ხანია მინდოდა ეს კითხვა დამეცა, რადგან თქვენ გაქვთ ჩვევა, რომ სხვა პასტორებზე უფრო ღრმად შეხედოთ ხოლმე გარკვეულ საკითხებს. როგორც ქრისტეს სხეულს, გაქვთ რაიმე დასკვნა, რომელიც შეიძლება მივიღოთ იმ ფაქტიდან, რომ ქალი იყო ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც არ იყო შექმნილი მტვრისაგან, არამედ ის მამაკაცისგან შეიქმნა. ეს არის აშკარა, ძვალი ჩემი ძვალი და ხორცი ჩემი ხორცი, მაგრამ არის რაიმე, რაც შეიძლება ჩვენ გაგვიზიაროთ, რაც უფრო ამაზე მეტი ღრმა არის ამაში ჩადებული. მე ესე დავასათაურო, რისთვის შეუქმნა ღმერთმა მამაკაც ქალი და რა არის პირველ რიგში ამაში ჩადებული. დაბადების წიგნში, ჯონ მაკარტური პასუხობს, დაბადების წიგნში ჩაწერილია ესეთი რამ, რომელსაც მე ჩვენ სერიალებში, რომელსაც დავარქვით დაბადება, ძალიან ბევრი დეტალი განვიხილე და ეს საკითხიც განვიხილე. ეხლა მე უბრალოდ ვიტყოდი ამას. ქალი ღვთის პირდაპირი ქმნილება და ის მეორე ხარისხოვანი გაგებით მაინც მტვრისგან შეიქმნა, რადგან ადამი მტვრისგან შეიქმნა და თუ ადამის ნეკლისგან იქმნება ის, ბუნებრივია, ესეც გამოდის, რომ მტვრისგან ან თიხისგან, მიწისგან შეიქმნა. ის ადამისგან არის შექმნილი. იმავე მასალისაგან შეიქმნა, რისგანაც ადამით შეიქმნა. ამიტომ არ გვინდა ჩვენ ეს ძალიან გავართულოთ და დიდ საკითხად ვაქციოთ. მაგრამ რაც ყველაზე ნათელია, ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს. და არის რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის, რადგან მამაკაცი მის გარეშე არასრულია. ხომ ცხადია ეს? თქვენ ვერ შეძლებთ გამრავლებას, რომ არა ევა, რომ არა ქალი. რომ ქალი არ ყავდეთ, თქვენ ვერ გამრავლდებით. მაგრამ ჩვენ არ დაგვუნდა დავაგვიწყოს რომ გამრავლება არც კი იყო პირველი საკითხი. პირველი საკითხი იყო თანამგზავრობა, რომ ის ყოფილიყო კომპანიონი, დამხმარე. ამგვარად ქალი არის, ვინც ავსებს მამაკაცს. არ მგონია რომ ჩვენ რაღაცა დავიწყოთ ახლა და უფრო გამოვიტანოთ რაღაცის დასკვნა, რადგან ის მხოლოდ დაუშვათ ადამიანისგან შეიქმნა, რომ ის მტვრისგან არ არის. ან რაღაცა კიდევ ეძებოთ უფრო სიღრმეები. რომ ის უფრო წმინდა ვიდრე მამაკაცი, უფრო კეთილშობილია ვიდრე მამაკაცი. რადგან ძვალი უფრო შეიძლება ამაღლებულია ვიდრე მაგალითად ეს მიწა, ხომ? მაგრამ მე ფიქრობ, რომ ის რაც გვინდა პირველ რიგში გავიგოთ, რომ მამაკაცი არასრულია ქალის გარეშე. ეს არის ძირითადი, ხომ? არსებობს ცდუნება, რომ ქალი მაგალითად ვიღაცამ არასრულფოსავანი გახადოს, იმიტომ რომ პირველი ევა მოტყუდაო. და ასე გაანადგურა მთელი კაცობრიობის მოდგმაო. რომ ადამი არ მოტყუებულო. არ ამგონია, რომ ეხლა თქვენც ამის თქმა გსურდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამი არ შეწინააღმდეგებია და სრულიად დაეთანხმა ამ უსამართლობას. და ახალ თქმაში ჩვენ ნახავთ პავლეს მითითებას, რომ შეცდა ადამი და არა ევა. ესეც არის, ხომ? რომელშიც ევაც იყო ჩართული. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ღვთის ჩანაფიქრი არის ასე. კაცისა და ქალის მიწისგან შექმნა და მათი შეერთების ხაზგასასმელად, რომ ეს არის ყოველთვის თანასწორად მიჩნევა. თანასწორია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კაცი იქნება
როგორც თავი ამ ქმნილებისა. და ბოლოს ვიცით სამყაროს ქმნილების გვირგვინი არის მამაკაცი და უკვე მოგვიანებით ამ ქედან ქალი გამოდის. რათა იყოს მისი დამხმარე. და ეს არის ღვთაებრივი წესრიგი, რადგან ღმერთი, იცით არის ქრისტეს თავი, ქრისტე არის კაცის თავი და კაცი არის ქალის თავი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მომენტი, ეს აქტი ჩვენ ვცდილობს გვაჩვენოს, რომ ქორწინებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს კაცი, რომელიც პასუხისმგებელია და ქალი, რომელიც არის მის დასახმარებლად. და შემდეგ, რა თქმა უნდა, მოდის მათი შთამომავლობა. დღევანდელ ჩვენ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ეს ფაქტიურად განადგურებულია ფემინისტური მოძრაობის მიერ. ახლა კი უახლესი თავდასხმა არის ოჯახზე. ლესბოსთა ქორწინება, იცით, ჰომოსექსუალისტთა ქორწინება, ლეგიტიმაცია ხდება ამისი. შოთა შორის ჩვენ ახლა კალიფორნიის შტატში ეს უკვე მივიღეთ. ეხლა ეს დიდად არ შეიცვლება, რადგან იმ ქვეყნებში ჩვენ ვიცით, სადაც ჰომოსექსუალისტური ქორწინება დაშვებულია, ჰომოსექსუალების მხოლოდ 10% თუ ქორწინდება და შედის ამ ლეგიტიმაციაში. მაგრამ ახეთ მაინც მათ მოიპოვეს ეს და სურთ ამის გაკეთება. და რა არის ამის თავარი მიზანი, რომ დარტყმა მიაყენონ ოჯახურ ინსტიტუტს. ასე რომ ჰომოსექსუალისტებში თუ გადახედავთ სტატისტიკურად, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კანონიერად მოიპოვონ ამის უფლება. და ძალიან ბევრს მხოლოდ სურს სექსი საკუთარი სქესის ადამიანთან, მაგრამ არა დაქორწინება. ეს არის სტატისტიკურად. მაგრამ ძალიან მცირე ჯგუფს, რომელსაც სურს დაქორწინება, მათ უნდათ ეს ამ ქცევის ლეგიტიმაცია. ხედავთ? და სახელმწიფო, როდესაც ერთეული ამას ამბობს, რომ ქორწინება არის ორი ადამიანის შერწყვა ნებისმიერი პირობით, ის თლიანად უარყოფს ბიბლიურ ქორწინებას, რადგან ბიბლიური ქორწინება არ არის ადამიანის შერწყმა სექსუალური მიზეზების გამო. ეს არ არის ქორწინება, არამედ ეს არის ღვთის ჩანაფიქრი ორი ადამიანის შეერთება ოჯახების შესაქმნელად. სწორედ ამისთვის არის ის. და გამონაკლისი არის უნაყოფობა, მაგრამ ღვთის მიერ დადგენილი ნიმუში იყო მამაკაცი და ქალი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ და შვილების გაჩენას ოჯახების შესაქმნელად. რათა ეს ჭეშმარიტება ერთი თაობიდან მეორეზე გადაეცათ. ასევე როგორც კი ბავშვებს თქვენ გამორიცხავთ, ჩვენ უკვე ვნახეთ ადამიანების დიდი ტალღა, რომელთაც სურთ დაქორწინება, მაგრამ არ უნდათ შვილები იყოლიონ. მაშინ მიდიხართ იმ წერტილამდე, სადაც ჰომოსექსუალისტები, ლესბოსელები შეიძლება გაერთიანეთ და მათ ქორწინება ეწოდოთ. თქვენ იცით, რომ ქორწინება ახლა ხელახლა განისაზღვრა, როგორც ნებისმიერი სქესის, ნებისმიერი ორი ადამიანის შეწყვილება სექსუალური მიზნებისათვის და სხვა არაფერი. და მან დაკარგა თავისი იდენტობა, თავისი ბიბლიური იდენტობა, თავისი ნამდვილი იდენტობა, როგორც საშუალება, რომელთაც ადამიანებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წესიერად, კარგად მოწესრიგებულ საზოგადოებაში. და მე გეტყვით რა მოხდება, როდესაც ქორწინებას განსაზღვრავთ, როგორც თქვენ გინდათ, ნებისმიერი, როგორც სხვა რამეს გარდა იმისა, რომ შვილები უნდა გააჩინონ, რომლებიც მამამ და დედამ უნდა აღზარდონ, რათა საზოგადოება დაცული იყოს და შენარჩუნებული იყოს კარგად მოწესრიგებული ოჯახების მიერ. თქვენ დაინახავთ დანაშაულის, ბოროტების, ყველა ფსიქიკური აშლილობების მასიურ ზრდას. და ეს თუ ხედავთ სტატისტიკას, ეს უარესდება და უარესდება, რადგან ბავშვები, რომლებიც ამ ტიპის გარემოში არიან, მომავალში იმდენად დამახინჯებული იქნებიან, რომ მორალურად და სოციალურად არანაირი გავლენა არ ექნებათ საზოგადოებაზე. და ეს არის ის, რაც მოდის, როგორც წყალდიდობა და წალეკავს ამ ჩვენს ამერიკას. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ დაბადების წიგნში არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა მამაკაცი შექმნა უფროსად და ქალი მის დამხმარედ. და მიზანი იყო ოჯახების აღზრდა, შვილების გაჩენა, დედამიწის ავსება და საზოგადოებაში ღმერთის ჭეშმარიტებასა და წესრიგის გავრცელება. და როდესაც ეს ოჯახი იშლება, საზოგადოება ფაქტიურად იშლება და ნადგურდება. კარგით? მადლობა რობერტო კითხვისათვის.